გალობელთა გუნდი ტაო ტრადიციული საგალობლების შესრულებით არის ცნობილი. პირველი ალბომი შარშან გამოუშვეს. ამ ეტაპზე კი მეორე დისკზე მუშაობენ. საქართველოს მასშტაბით მიმდინარე ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფინალისთვისაც ემზადებიან, რომლის ორი ეტაპი უკვე გაიარეს და საუკეთესო გუნდების სიაში მოხვდნენ. განწყობით დავბრუნდით რეკლამის შემდეგ და ჩვენი სტუმარია გალობელთა გუნდი ტაო, რომელსაც ჩვენი მაყურებელი სავარაუდოდ იცნობს ძალიან კარგად. ერთი ალბომის ჩაწერა უკვე მოასწრეს და მეორე ალბომის ჩასაწერად ემზადებიან. ეს არის მთავარი ახალი ამბავი პრინციპში, რომელიც აუცილებლად უნდა ვუთხრათ ჩვენ მაყურებელს და თან ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალის ფინალისთვისაც ემზადებით, ხო, როგორც ვიცი. და წარვადგენ კი ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი და წარვადგენ ჩვენ სტუმრებს ბესიკ მახათაძე, გუნდ ტაოს ხელმძღვანელი და გუნდ ტაოს წევრები ირაკლი ტოლიძე და გიორგი მანოშვილი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თქვით რომ ახალი ამბები გაქვთ, მაგრამ სანამ ამ ამბებზე გადავალთ, დავიწყოთ იმით, როგორ დაიწყეთ თქვენ, ხო? ზოგადად ერთმანეთი როგორ მოწებნეთ, ესე ვთქვათ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. ჩვენი გუნდი პირველად არის GDS-ის ტელევიზიაში და მოკლედ ჩვენი გუნდი ჩამოყალიბდა 2008 წელს. ნარიყალაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. იქ დავიწყეთ ჩვენ საგალობლების შესწავლა. თავიდან ცოტანი ვიყავით, შემდეგ ბიჭები მოგვემატნენ, გავფართოვდით. და შემდეგ რაღაც მიზეზების გამო ჩვენ სხვა ტაძარში გადავედით. და ეხლა სხვა ტაძარში მოღვაწეობთ. და ვცდილობთ, რომ ეს ძველი ქართული ტრადიციული საგალობლები შევისწავლოთ. შევასრულოთ მსახურებაში და ასევე სხვადასხვა კონცერტებზე და ფესტივალებზე და ხშირია ვთქვათ აი ფესტივალები ახსენეთ და ხშირად მონაწილეობთ თუ არა სხვადასხვა ფესტივალში? მართალი გითხრათ, ფესტივალები ხშირი არ არის. უფრო კონცერტები ტარდება ხოლმე და ფესტივალი ეხლა რაც ტარდება ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი, ჩვენი გუნდიც პირველად მონაწილეობს ამ ფესტივალში და უკვე გადახვედით ფინალში, ხო, როგორც ვიცით. რა ეტაპები გაიარეთ? მოდი რახან დავიწყეთ ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესახებ საუბარი, ვისაუბროთ და შემდეგ გადავიდეთ უკვე მეორე ალბომის შესახებ. იყო ორი ეტაპი მანამდე, პირველი ეტაპი, შემდეგ მეორე, სახელწოდებები არ ვიცით, ახლა არის უკვე ფინალი. რამდენად ბევრი მონაწილე ყავდა თვითონ? ძალიან ბევრი მონაწილე ყავდა და როგორც ვიცი, ფინალშიც საკმაო რაოდენობის მონაწილეები არიან. საქართველოს ყველა კუთხიდან არის ხალხური სიმღერა, საეკლესიო გალობა და
ცეკვა. ასე რომ ძალიან ზეპირსიტყვი. კარგი გამოცდილება იყო ერთგვარი და თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო ალბათ ამ ფესტივალში მონაწილეობის. და მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ პირველ ტურში, ესე იგი პირველი ტური ტარდებოდა კონსერვატორიის დიდ დარბაზში და ფაქტობრივად მაყურებელი არ ესწრებოდა, იჯდა მხოლოდ ჟიური და გამოსვლელები. და გამოსვლის შემდეგ ჟიურის თუ რამე შენიშვნა ან რეკომენდაცია ან ისეთი რჩევა ქონდა, იქვე ადგილზე გეუბნებოდნენ და ჩვენ მადლობა ღმერთს ასე ვთქვათ შენიშვნა არ დაგემსახურებია. მადლობა ღმერთს რა ვიცი და მოკლედ დასკვნითი ეტაპი როდის არის? 27-ში, 28-ში და 29-ში. უკვე თბილისში, ხო? კი, რუსთაველის თეატრში. მთელი საქართველოდან, როგორც ვიცი, ფინალისტები შეიკრიბებიან და რაღაცა წარმოუდგენელი საღამო იგეგმება. კონცერტის სახით. არაჩვეულებრივი იქნება. რა შესრულდება ამას თქვენ თავად წყვეთ თუ თქვათ არის კონკრეტული რეკომენდაცია ორგანიზატორებისგან ან ჟიურის წევრებისგან, აი ბოლოს უკვე ამ დასკვნით საღამოებზე როგორ უნდა იყოს რეპერტუარი? დიახ, ესე იგი ჩვენ 29 ივნისს გამოვდივართ. მანამდე სხვა კოლექტივები გამოდიან და ესე იგი 3 ნომერი გაგვაქვს, ამ 3 ნომრიდან ჟიური მოისმენს და ამოარჩევს ერთ ნომერს, რომელსაც უკვე საღამოს მსმენელის წინაშე შეასრულებს. დიახ. და ისე რაც შეეხება თვითონ აი იმ საკონკურსო ეტაპებს, ამ შემთხვევაში ალბათ საკუთარი გადაწყვეტილებით ხდებოდა იმ საგალობლების არჩევა, რომელსაც ისმენდა ჟიური, ხო? ჩვენ ვიცოდით, რომ რამოდენიმე საგალობელი უნდა მოგვემზადებინა და ჩვენი სურვილის მიხედვით გავიტანეთ. 3 საგალობელი იყო პირველ ტურში. მეორე ტურშიც უკვე კონცერტის სახით მოგვისმინეს და ახლა უფრო ესეთ დასკვნითი კონცერტი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტაო მონაწილეობს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში თუ შარშანაც მონაწილეობდეთ, იმიტომ რომ ფესტივალი არ დარჩა. მე როგორც ვიცი, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი პირველად იყო. ისეთ როგორ არის შუალედები რამოდენიმე წლიანი, მე ზუსტად არ ვიცი, მე მგონი 4-5 წლიანი შუალედი აქვს ფესტივალიდან ფესტივალამდე და ეს ეხლა რა სტარდება, ამას ასე ვთქვათ ეწოდება 2015-2016 წლის ფესტივალი, იმიტომ რომ პირველი ტური გავიარეთ 2015 წელს. ანუ შარშან დაიწყო ასე ვთქვათ მომზადება და რამდენად რთული იყო ფინალში მოხვედრა? მით უმეტეს რომ ბევრი მონაწილე იყო აღნიშნეთ. იცით რა არის, ჩვენ თავიდანვე სერიოზულად მივდექით ამ ფესტივალს და ასე ვთქვათ თითქმის ყოველ დღე რეპეტიციას ვატარებით რამოდენიმე თვის განმავლობაში, რომ კარგად მომზადებულიყავით. და შედეგი გამოიღო ამ შრომამ და კარგად მომზადებამ როგორც ხვდები. დიახ, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო და შესაბამისად რთულიც იყო, იმიტომ რომ თქვა რომ ვერ მომზადებულიყავით, შესაბამისად ალბათ ვერც გავიდოდით ფინალში და შედეგიც არ იქნებოდა ისეთი. აი ეს პროცესი როგორია ძველ საგალობლებზე მუშაობის, იმიტომ რომ გონია ძალიან რთულია, ხო, ჯერ შეიძლება ძალიან ბევრი საგალობელი დაკარგულიც არის და ჩვენ გვისაუბრია ამ სტუდიაში ამ თემაზე და ალბათ გიწევთ ძველი ჩანაწერების მოსმენა, რომელი საგალობლებისაც არსებობს, ხო, პროცესი როგორია, რა გზას გადის, სანამ მივა იმ ადამიანებამდე, ვინც მოგისმენთ. ძველი ჩანაწერების სამწუხაროდ ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ რაც არის შემორჩენილი, ჩვენ ვცდილობთ რომ მოვუსმინოთ ხშირად და რაც შეიძლება თვითონ მანერა, რაც არის საგალობლის სტილი, შესრულება შევინარჩუნოთ და გავითვალისწინოთ. ნუ ძირითადად ჩვენ მაინც ასე ვთქვათ ნოტიდან, გამოცემული ტომებიდან, ხანდახან ხელნაწერებიდანაც ვაკეთებთ საგალობლებს და ასე ნენელა ვავითარებთ და ასე. ხო, ალბათ ეს პროცესი ორმაგად საინტერესოა, რაღაც წარსულში მოგზაურობა და იმ სიძველეების შეხება. ჩვენ თვითონაც აი გალობთ ხო რამდენი უკვე მე-7 წელია ერთად, მე მე-7 წელია თქვენთან ერთად ვარ და აი რაღაცას ვგალობთ, აი რამდენი საგალობელი გვაქვს გაკეთებული და აი რაღაცას უცებ იქნება ნოტი და ჩვენც ესე ახრთაონებულები რომ აი ესეც არის, ესეთიც არის და აი ამოუწურავია რა, იმდენად მრავალფეროვანია და იმდენად საინტერესოა რა მნიშვნელოვანია, როდესაც ამების ალბომად ჩაწერა ხდება, იმიტომ რომ რასაც საუბრობთ რომ დაკარგული ალბომები ნამდვილად იძლევა დაცულობის გარანტიას, რომ ეს ყველაფერი ამ სახით დარჩება და შეინახება. პირველ ალბომზე რო ვისაუბროთ, რა ტიპის საგალობლები შევიდა და როგორ მოხდა შედგენა, ასე ვთქვათ და შემდეგ უკვე ახალ ალბომზეც რომლისთვისაც ემზადებით. ესე იგი პირველი ალბომი შარშან ჩავწერეთ და მაინც პირველი ალბომი რადგან იყო 13 საგალობელი ჩავწერეთ, ანუ ისეთი მოცულობა არ ქონდა. და შევიდა, ესე იგი, შერეული ჟანრის საგალობლები შევიდა, როგორც ტროპარი, ძლისპირი, სადიდებელი და ასე შემდეგ. და იყო მხოლოდ გელათის სკოლის საგალობლები. რაც შეეხება მეორე ალბომს, უკვე ესე იგი სამივე სკოლის საგალობლის ჩაწერას ვაპირებთ, შემოქმედის სკოლა, გელათის სკოლა და კარბელაშვილების კილო
და ჟანრობრივად ესეც მრავალფეროვანი იქნება, ხოლო ეს იქნება ნათლისღების დღესასწაულის საგალობლები, რომელიც კრებულებში გამოცემული არის, ყველაფრის ჩაწერას ვაპირებთ. სულ იქნება 22 საგალობელი, ასე ვთქვათ, შრომატევადი და ეს უკვე ფართო მოცულობის არის. და მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს ფოლკლორის ცენტრს, რომელიც უსასყიდლოდ გვიწერს ამ აუდიო ალბომს, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად ფინანსური დახმარება არ აქვს, ჩვენ ესე გვალობთ და ასევე მადლობას გადავუხდი ფონდ ქართული გალობას, რომელმაც ასევე სრული გამოთქვა, რომ დისკის გამოცემაში ფინანსური მხარდაჭერა აღმოგვიჩინოს. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გალობას უფრო დიდი ყურადღება ეთმობა, იმიტომ რომ რასაც ვაკვირდებით, რეალურად მართლა ესეა, შეიძლება ეს არ არის იმ ხელა, რამ ხელაც უნდა ეთმობოდეს, მაგრამ სავარაუდოდ მაინც უკეთესია, ვიდრე რაღაც პერიოდის განმავლობაში იყო, ხო? იცით როგორ არის ხოლმე, რომ ჩვენ ძირითადად გალობლები ვართ უკმაყოფილოები, რომ გალობას არ ეთმობა ყურადღება, გალობლებს არ აფასებენ ისე როგორც უნდა აფასებდნენ, მაგრამ რაც დრო გადის მაინც ნელ-ნელა მაინც ვითარდება იმის მერე, როცა 90-იან წლებში ანჩის ხატმა აღადგინა ტაძარში მსახურება, იმის მერე იმდენად უკვე წამოვიდა ბევრი გუნდი, ბევრი იმათი თავოსნობით, რომ ნელ-ნელა ეთმობა რა და ასე რომ ჩვენი უკმაყოფილების და მიუხედავად მაინც დადებითისკენ ალბათ მიდის ყველაფერი. და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი აქვს სწორედ ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს, რადგან თქვენ საუბრობდით, იმიტომ რომ მე მგონი მხარში უდგას თითოეულ შემსრულებელს იმისთვის, რომ სწორედ აი ნატომ აღწერა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ალბომი იწერება, ეს იმას ნიშნავს, რომ თაობიდან თაობას უკვე გადაეცემა. ამ შემდეგ თაობებს აღარ მოუწევთ იმ გზის გავლა, რაც დავშათ თქვენ, რომ მოიძიონ, ეს უკვე დარჩება. შემდეგი თაობები რადგან ვახსენეთ, თქვენ თვითონაც ახალგაზრდები ხართ, მაგრამ თქვენ შემდგომ თაობებს თუ აქვთ ინტერესი იმის, რომ ისწავლონ, კარგად გაეცნონ, იმიტომ რომ ცენტრი, როგორც ვიცი, ამასაც ძალიან აქტიურად ცდილობს, რომ სხვადასხვა კუთხეებში შეიქმნას ესეთი ადგილები, სადაც ისწავლიან გალობას ბავშვები. ხო, თან მე მგონი მთელი საქართველოს მასშტაბით და ესე ძალიან დასაფასებელია. პატარები რამდენად დაინტერესებულები არიან. ცენტრმა უკვე გახსნა ისინი, რა ქვია, საუდაბარო სკოლები თითქმის ყველა რეგიონში, ასე რომ ცენტრი ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და ნუ პრინციპში დასაყრდენი რაც უნდა იყოს ჩვენთვის რამდენად ეხლა, მაგრამ მაინც მომავალი თაობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიმღერებთ, ჩვენ ვიგალობთ, მაგრამ მომავალ თაობას უნდა დარჩეს. აქედან გამომდინარე რა ვიცი, ყველანი თუნდაც ჩვენ გუნდშიც არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე ყავთ თავისი ბავშვები და რომლებიც თვითონ ამეცადინებენ თავის ბავშვებს, ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ეს გრძელდება და გაგრძელდება. ამას 22 საგალობლების საფრთხე აღარ ემუქრება. შევა ალბომში და ეს აღნიშნეთ, რომ ძალიან შრომატევადი საქმეა. როდისთვის გეკმოთ მაინც რომ მეორე ალბომის პრეზენტაცია მოხდეს? ჩაწერა უკვე დავიწყეთ, მაგრამ ეხლა ნუ დიდიც ხება. ძალიან შრომატევადი არის. ტემპერატურა რომ მოიმატებს, შევწყვეტავთ, მაგრამ მაინც ფიქრობთ, რომ ნათლისღებას რადგან ეძღვნება, ალბათ უფრო სავარაუდოდ. დეკემბერში, ნათლისღებაც ზამთარში არის და ჩვენ ზამთრის პირველ თვეს დეკემბერში ალბათ უკვე პრემიერაც მე ესე წარმომიდგენია, რომ ალბომის პრეზენტაცია კონცერტს უნდა დაემთხვას და არის, თქვათ, ესეთი იდეა თქვენ გაქვთ, თქვენი ალბომის პრეზენტაციის პარალელურად თქვენი კონცერტიც გაიმართოს. იცით რა იდეა? რასთან არის დაკავშირებული, რა პრობლემებთან და სირთულეებთან იმისთვის, რომ იდეა ნამდვილად გვაქვს და სურვილი გვაქვს, იმიტომ რომ მერვე წელია ჩვენ ვარსებობთ, ასე ვთქვათ და სოლო კონცერტი არ ქონია, მაგრამ აქ ერთი შემთხვევა არის, რომ კონცერტზე მხოლოდ გალობის გატანა შეიძლება ცოტა ისეთი ვერ იყოს რა, იმიტომ რომ მაინც საგალობელი სხვა განწყობას მოითხოვს და ერთი იდეა ესეთი გვაქვს, რომ ჩვენ შინაურულად მღერი ვართ კიდეც ხალხურსაც მღერი ვართ და ხალხურ სიმღერებსაც და ჩვენ შეგვისრულებთ ცოტა მოგვიანებით, ეგეც უთხრათ მაყურებელს რა დაგველოთ. და ერთი იდეა ის არის, რომ ჩვენ თვითონ ნახევარი განყოფილება გალობა გავაკეთოთ, ნახევარი განყოფილება სიმღერა, ან არსებობს ძალიან კარგი ხალხური ანსამბლები და მათ ასე ვთქვათ შევთავაზოთ, რომ ორი განყოფილებიანი ორი ანსამბლი გაერთიანდეს. ორი ანსამბლი გაერთიანდეს ჩვენ გალობა, ისინი სიმღერა და ალბათ ამასაც რა ვიცი. ბევრი ვარიანტებია. ვაპირებთ, რომ აი ხალხური ქართული ფოლკლორის ნიმუშები უკვე შეიტანოთ თქვენს რეპერტუარში, რახან თქვით, რომ შინაურულ წრეში ხშირად და ისევე შეისწავლოთ, როგორც გალობას სწავლობთ. დიახ, იცით რა არის უბრალოდ
გალობას ასე ვთქვათ მეტად ჭირდება გავრცელება და აღორძინება, იმიტომ რომ ანსამბლები ბევრი არის, მაგრამ გალობათა გუნდები ცოტა არის და ასე რომ ჯერჯერობით ჩვენ ფელძალას ახმართ ამას. დიახ, ნამდვილად ამას ვახმართ. მე თუ ვთქვათ გალობათა გუნდები მოიმატებს ჩვენ ჩვენ ვიცით თავს უფლებას რომ ცოტა ხალხურ სიმღერაში გადაინაცვლოთ. განსაკუთრებული გამორჩეული საგალობელი არის, რომელიც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ, როდესაც ასრულებთ. ალბათ ყველა სხვა ალბათ არის. ხო და აი ამიტომ სამივესთან მექნება ეს შეკითხვა. რომელია ის გამორჩეული საგალობელი? მე მაგალითად როგორც წარმოშობით იმერელს გელათის სკოლა სვანიჭებ უპირატესობას. აი პირველი ალბომიც შესაბამისად ჩემს გემოვნებაზე გადმოვიდა. პირველი ალბომის ჩაწერა. სუბიექტურმა აზრმა იმოქმედა. თქვენ შემთხვევაში მე უფრო გურული საგალობლების ესეთი ყველაზე ესეთი საინტერესო საგალობლების მომხრე ვარ ხოლმე და მართალია თვითონ კახელია, მაგრამ მართალია კახელი ვარ. თქვენი? მე სხვა გზა არ მაქვს. გულწრფელად მიპასუხეთ ოღონდ. მხოლოდ კახურებზე. არა, მსახურების დროს გალობ გელაცაც და გურულებს ნაკლებად, მაგრამ კახურები უფრო მიწევს, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე კარგად ეგ გამომდის, რა ვიცი, აი ბესოს კითხოთ. შეფასება, ასე ვთქვათ. იცით რა არის საინტერესო რეგიონების და ხმაზეც არის დამოკიდებული. აი ეს ხმას როგორი ტემბრი აქვს და აჰა. კუთხეების და რეგიონების მიხედვით როგორ იცვლება საგალობლების ხასიათი, მუსიკა, არ მინდა ეხლა მე შეცდომით თქვა ელენე შენ და მომახვანებთ. ჟღერადობა, ხო, აი ეს ინტერესებს. რამდენად განსხვავებულია, ანუ საგალობლების სხვადასხვა კუთხეში. როგორ არის, ანუ ძირითადად არის შემოქმედი სკოლა გურიაში, ეს გურული მერული არის გელათის სკოლა და არის ქართლკახური და აი ასე რომ ვთქვათ, მელოდიური ღერძი ყველას აქვს თითქმის ერთი. მაგრამ არის ძალიან განსხვავებული ჰარმონიული თვალსაზრისით არის ძალიან განსხვავებული და ძალიან საინტერესოა რა. განსაკუთრებით გურული. ანუ ვინც ცოტა ნაკლებად არის ჩახედული მუსიკაში, შეიძლება სხვადასხვა საგალობელიც ეგონოს ერთი და იგივე, იმდენად არის განსხვავებული. იმდენად სხვადასხვანაირი ჟღერადობა აქვს და ეს აღქმა ძალიან ისე ხდება, რა ქვია, სხვანაირად. ერთი ალბომი ესეთიც საინტერესო იქნებოდა, იგივე ერთი საგალობელი სხვადასხვა სკოლის და კუთხის სხვადასხვა. ეს იქნება შემდეგი ალბომი ზუსტად. ნათლისღების ერთი საგალობელი იქნება და სამივე სკოლის, მეორე სამივე სკოლის და ძალიან საინტერესოა. აი ტროპარი როგორც არის, ტროპარი იქნება გურულიც, გელათიც და კარბელაშვილების და ანუ ის დატვირთვაც მივეცით ამ ალბომს, რომ მსმენელი შეადარებს და მოისმენს სამივე სკოლას და თვითონ ამოირჩევს შემდეგ რომელი მოწონს იმას ან შეისწავლის ან შეადარებს უბრალოდ რა განსხვავებებს თავად მსმენელი დაინახავს ძალიან საერთოდ და ასე შემდეგ. თვითონ ისეთი ჰარმონიაც აქვს ამ სკოლებს, რომ მაგალითად კახურ საგალობელს ჩქარა ვერ გალობებ, იმიტომ რომ იქ მეორე ხმა დაწინაურებული არის, ისეთი მოძრაობები აქვს, რომ ჩქარა ნუ არ გამოვა, გაფუჭდება. ასე რომ თვითონ გაძლევს საგალობელი შესაძლებლობას და ტემპს და კარნახობს თვითონ კარნახობს, დიახ. უნდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ დაგვატყოთ ამ განავითარებლად. ამ შემთხვევაში იქნება არა საგალობელი, არამედ ხალხური. ეს იქნება გრძელი კახური მრავალჟანრი. კარგია. და წარმატება უსურვოთ. მრავალჟანრში არის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. ხო, პირველ რიგში ფინალში, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს ეს ამბავია და შემდეგ უკვე დაველოდებით ალბომის პრეზენტაცია. და იქნება ალბომს სწორად დაემთხვა ეს კონცერტი, რაზეც საუბრობდნენ ჩვენი სტუმრები. გისმენთ ყურადღებით. მრავალო